როგორც ჩანს, ქართული ოცნება ძველ წყენებს არ ივიწყებს. რეჟიმის კრიტიკოსს, რომელმაც აბუ-დაბიში ოლიგარქის ორი მოლაპარაკე თავის მოგერიებას შეძლო, საქართველოში მოქალაქეობის აღდგენაზე უარს ეუბნებიან. მიზეზად ის დაუსახელეს, რომ ისრაელის მოქალაქეობა მიიღო. მას ცოლი ჰყავს ისრაელის მოქალაქე და ორმაგი მოქალაქეობის მიღების იმედი ჰქონდა. პროევროპული აქციების აქტიურმა მონაწილემ იუსტიციის სამინისტროს ყველა საჭირო დოკუმენტაციით მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით მიმართა. პაატასალიას უწყებამ კი გაბიტაშვილი უარით გამოისტუმრა. მე საქართველოს იუსტიციის სახლს მივმართე მოქალაქეობის შენარჩუნებაზე, რადგანაც მე მაქვს ისრაელის მოქალაქეობა, რომელიც ჩემი ცოლის მხრიდან ოჯახური თანაცხოვრების გამო ავიღე და არ მინდოდა რომ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი მეთქვა და ჩვენი კანონმდებლობით განსაზღვრული არის, რომ როდესაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობას აიღებ, უნდა მიმართო იუსტიციის სახლს შენარჩუნებაზე. ასეც მოვიქეცი და მათი პასუხი არის უარყოფითი, რომ ჩემთვის მოქალაქეობა არ გაიცემა, იმიტომ რომ შეიძლება სახელმწიფოს ინტერესს არ წარმოადგენდეს მე რომ მქონდეს საქართველოს მოქალაქეობა. აგერ ჩამოვედი ბრუნო ჩამოვიყვანე და თავს დამესხა სამი ნიღბიანი დედა გაბიტაშვილს, რომელსაც არც ტიტუშკების ხელით ანგარიშწორება აკმარეს, ახლა მოქალაქეობის წართმევით ის საკუთარ ქვეყანაში მუშაობის, არჩევნებში მონაწილეობისა და ყველა იმ საბაზისო უფლებით სარგებლობის შესაძლებლობას კარგავს, რითიც ქვეყნის სრულფასოვანი მოქალაქეები სარგებლობენ. რეჟიმის კრიტიკოსს თავს გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში ფიზიკური ანგარიშწორებიდან მალევე თებერვალში ნიღბიანები დაესხნენ. ლაშა გაბიტაშვილი საკუთარ სახლთან ძაღლს ასეირნებდა. საქმეზე ამ დრომდე არც გამოვლენილი და არც დასჯილი არავინაა. ამ ყველაფერს უკავშირებ ქართული ოცნების ზოგადად პოლიტიკას და რა თქმა უნდა ამ მომხდარი აბუ-დაბის ინციდენტსაც. აბუ-დაბიში, როდესაც საქართველოს პარლამენტის არალეგიტიმურმა წევრებმა მოახდინეს თავდასხმა და მაგის შემდეგ ქვეყანაში დავბრუნდი, მოხდა ჩემზე კიდე სხვა არაიდენტიფიცირებადი ხალხის მიერ თავდასხმა, ჩემზე რომელიც გამოძიება წესით მიდის, მაგრამ არ მიდის. თაროზე არის შემოდებული. გაბიტაშვილის ბრალდებებს ირაკლი ზარქოა სიგიჟეს უწოდებს. ივანიშვილის მოლაპარაკე თავი, რომელიც მეორე მოლაპარაკე თავთან, ვიქტორ სანიკიძესთან ერთად, ლაშა გაბიტაშვილს აბუ-დაბიში ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ კი ტიტუშკებს თბილისში შეასრულებინა თავისივე მუქარა, მოქალაქეობის შეწყვეტასა და აბუ-დაბის ინციდენტ შორის ყოველგვარ კავშირს გამორიცხავს. ზარქოამ დღეს პასუხის გაცემაც კი დაგვამადლა. ხამ სიგიჟეზე როგორ უნდა გიპასუხოთ ახლა სისულელე თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეობას როცა აიღებ შემდეგ ავტომატურად საქართველოს მოქალაქეობა გიჩერდება ამის შემდეგ შენარჩუნებაზე განცხადებას წერდა მე იხილავს შესაბამისი უწყება და მე არ ვიცი ხრა გადაწყვეტილებიას სხვა თუ რამე სერიოზული კითხვა გიპასუხოთ თუ თulis რომ ეკუთვნის მაშინ გაასაჩეროს და პროცედურები რა შუაში აქ ინციდენტი ყველაფერს ამ სიგიჟებს ნუ იმაშოვებთ იმიტომ რომ მე ავტორიტეტი გივარდება უბრალოდ დამთხოვა მე არასერიოზულად ჩნდება ჩვენ არა მისი ბრალდება არის თქვენს გავიგებ მაგრამ რამდენი სიგიჟე სიტყვის ის ხომ არ უნდა გაახო მოქალაქე და თქვენ როგორც დეპუტატი ვალდებული ხართ უპასუხოთ საერთოდ არ ვარ ვალდებული უპასუხოთ სიგიჟეს გაბიტაშვილი საქართველოს მოქალაქეობის აღდგენაზე იუსტიციის სამინისტროს უარს სასამართლოში გაასაჩივრებს. იურისტები განმარტავენ, რომ ორმაგი მოქალაქეობის მომლოდინე ვალდებულია მეორე მოქალაქეების მოთხოვნისას იუსტიციის სამინისტროს პირველის შენარჩუნების მოთხოვნითაც მიმართოს. თუ ეს ასე არ ხდება, გამოსავალი მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნა და იმის დამტკიცებაა, რომ მოქალაქე მას ნამდვილად იმსახურებს. ამ შემთხვევაში ეს მტკიცებულებები ზედაპირზეა. გაბიტაშვილი დაიბადა და გაიზარდა საქართველოში. აქ მუშაობს, ფლობს ქონებას და ჰყავს ოჯახი. სახელმწიფო გასცემს თანხმობას, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეობასთან ერთად შეუნარჩუნდეს საქართველოს მოქალაქეობა, თუ საქართველოს სახელმწიფოსთან კავშირი სარწმუნოდ იქნება მიჩნეული. ამიტომაც ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ეფუძნება მოქალაქეობის შეწყვეტას, თუ ამ მოქალაქეობის აღდგენას უნდა იყოს დასაბუთებული, არ უნდა იყოს მიკერძოებული და დისკრიმინაციული. ლაშა გაბიტაშვილი საზოგადოებამ აბუ-დაბის სკანდალიდან გაიცნო. გაბიტაშვილმა თვითმარქვია დეპუტატებს ირაკლი ზარქოასა და ვიქტორ სანიკიძეს აბუ-დაბიში მოგზაურობის დროს მონა უწოდა. მეორე დღეს მას სასტუმრო რედისონის რესტორანში ქართული ოცნების წარმომადგენლები თავს დაესხნენ. ზარქოა დაიმუქრა, რომ გაბიტაშვილი თბილისშიც მიიღებდა საკადრის პასუხს. აქედან სამ კვირაში გაბიტაშვილს ნიღბიანებმა საკუთარ სახლთან სცემეს.